ეხლა ამ საუბრის გაგრძელებისთვის ჩემთან ერთად არის ბრაიან კატულისი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი. ბრაიან, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს IOT4 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. უკვე არსებობს გარკვეული წინააღმდეგობრივი გზავნილები ამერიკელებისა და ირანელების მხრიდან. ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა განაცხადა, რომ ირანი დაუშვებს IAEA-ის ბირთვულ ინსპექტორებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ახლა ამბობს, რომ ეს სულაც არ არის აუცილებლად მართალი. პირველ რიგში თეირანმა არ განიხილა ბირთვული საკითხი შვეიცარიაში გამართულ ამ მოლაპარაკებებზე. და IAEA-სთან ნებისმიერი ურთიერთქმედება უნდა დაამტკიცოს ირანის პარლამენტმა და უმაღლესმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ. მაშ, რა რეალურად მიღწეულ იქნა შვეიცარიაში? არ ვარ დარწმუნებული. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იყო განხილვის ძირითადი მიმართულებები. ეს იყო ხანგრძლივი დისკუსიები. მაგრამ როდესაც გაქვს ორი ესეთი ურთიერთსაწინააღმდეგო საჯარო განცხადება მონაწილეებსგან, ტრამპის ადმინისტრაციისა და ირანის რეჟიმისგან, რომლებიც ფაქტობრივად ყოველდღე იტყუებიან, რთულია შეფასება. როგორც დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, რამდენად გავს ეს იმ პოსტ-დებატების სპინ-რუმს, რაც პოლიტიკურ კამპანიებში, როდესაც კანდიდატები ერთმანეთს ედავებიან. საინტერესოა, რომ როდესაც დეტალები IAEA-ის შესახებ ამერიკული მხრიდან მოვისმინე, გამახსენდა რამდენიმე დისკუსია, რომელშიც თებერვალში ომამდე მონაწილეობდი. მაშინ მოვისმინე ადამიანებისგან, რომლებიც აშშ ირანის მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული, რომ IAEA სინამდვილეში მოლაპარაკების მაგიდასთან იყო. მზად იყვნენ, ირანში დაბრუნებულნი იყვნენ და ეს საკითხი აქტუალური იყო. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც ანალიტიკოსი ვაკვირდები იმას, თუ რა შედეგი იქნება ამ დისკუსიებში მიღწეული. ჟენევაში მიმდინარე დისკუსიებსაც და იმ დისკუსიებსაც, რომლებიც 60 დღიანი განმავლობაში გაგრძელდება, შევაფასებ, არის თუ არა ეს უკეთესი ვიდრე ომამდე, თებერვალში, თებერვლის 27-ს, რაც იყო მოსალოდნელი. შეიძლება დიდად განსხვავებული არც იყოს, რაც საკმაოდ ირონიულია, რადგან ასე ვფიქრობ. ეს ფაქტობრივად ირანის რეჟიმს ბევრად მეტ ფულს მისცემს, როგორც თქვენ ახლა ხან აღნიშნეთ, და ბევრად მეტ ბერკეტს მისცემს ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ ქვეყნები და მათ შორის ისრაელი, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რასაც ირანის ქსელი კვლავ წარმოადგენს. ამ IAEA-ის ინსპექტორებს სინამდვილეში ირანში შესვლის შესაძლებლობა არ ქონიათ 2025 წლის ივნისში 12 დღიანი ომის შემდეგ. უკვე 1 წელზე მეტია გასული. მაგრამ თუნდაც ისინი ისევ შეუშვან ბრაიან, ვინ იტყვის, რომ ისინი რეალურად აკვირდებიან ირანის ბირთვულ პროგრამას. ამ ომამდე ირანელები IAEA-ის ინსპექტორებს მხოლოდ იმ ობიექტებს აჩვენებდნენ, რაც თავად სურდათ. დამალული ბირთვული ობიექტები კი IAEA-ისგან ფარულად ჰქონდათ. ესე რომ თუნდაც მათ ისევ ქვეყანაში შესვლის უფლება მისცენ, რა შეიცვლება? ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და პასუხი ამაზე რეალურად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგი დაზვერვა აქვთ შეერთებულ შტატებს, ისრაელს და სხვა ქვეყნებს ირანზე. და რაც ამ ომთან დაკავშირებით მაწუხებს პირველ რიგში, 12 დღიანი ომია პრეზიდენტი ტრამპისგან გავიგეთ, რომ ბირთვული პროგრამა განადგურდა, თუ გახსოვთ ეს. დაახლოებით 1 წლის წინ, გასული წლის ივნისის ბოლოს. მაგრამ შემდეგ, 6 თვის შემდეგ გავიგეთ, რომ ის არ იყო განადგურებული. და მიზეზის ნაწილი, რის გამოც მოგვიწია ომში ჩართვა ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ, იყო ის, რომ ბირთვული პროგრამა ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის წარმოებასთან. და პრობლემა აქ ის არის, როცა აშშ-ის ადმინისტრაციას დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, რომელიც, როგორც თქვი, მუდმივად იტყუება, და მეორე მხრივ ირანის რეჟიმია, რომელიც 10 წლეულებია იტყუება. ძნელია რეალურად შეაფასო, რა არის სიმართლე ფაქტების შესახებ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთს დღეს უდგას. არის თუ არა ირანი უფრო ახლოს ბირთვულ იარაღთან და ფარული ობიექტების არსებობის შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ, IAEA-ის ინსპექციების რეჟიმს მხოლოდ გარკვეული შესაძლებლობები აქვს. თუ მას არ ამყარებს კარგი დაზვერვა ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა აშშ და ისრაელი, რომლებსაც ამის შეგროვების უნარი აქვთ. მაშ რას ფიქრობთ ამ პირველი მოლაპარაკებების რაუნდზე? ეს ნიშნავს, რომ მემორანდუმი შეიძლება 60 დღიანი შემდეგ უფრო მუდმივ რამედ გადაიქცეს. თუ ეს უფრო აჩვენებს, რამდენად მყიფეა ეს მომენტი, როცა ირანელები თითქმის მოლაპარაკებებიდანაც კი გავიდნენ და მათ გაგრძელების საშუალებასაც არ აძლევდნენ. როგორ ფიქრობთ, საით მიდის ეს სიტუაცია? პირველ რიგში ეს აჩვენებს ირანის ასიმეტრიული ძალის სიძლიერეს. ჩემთვის ჩანს, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ბევრი იარაღის არსენალი და რესურსი ფუჭად დახარჯეს. დიახ, ზიანი მიაყენეს ირანის სამხედრო ხელმძღვანელობას და თებერვალში უმაღლესი ლიდერი მოკლეს. მაგრამ ირონიულად, როგორც ტრამპი აწარმოებს მოლაპარაკებებს, ეს ყველაფერი დანებების შეთანხმებას ემსგავსება. ეს უფრო ცუდია, ვიდრე 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება, რომელიც ახლა საკმაოდ კარგად გამოიყურება. იმიტომ რომ იქ საკმაოდ მკაცრი ინსპექციის რეჟიმები იყო და მათზე მაინც ზეწოლა ხორციელდებოდა. ესეთი მასიური ფულადი დახმარებები არ ყოფილა. იყო რაღაც რაოდენობა, მაგრამ არა ის, რაც ახლა არის შემოთავაზებული.
ამასთან ერთად პლუს ის ფაქტი, რომ ჰეზბოლა ლიბანში კვლავ ემუქრება ჩვენს პარტნიორებს ისრაელში. მაწუხებს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ტრამპი, რადგან ის შიდა პოლიტიკაში სუსტია და ამერიკელი საზოგადოება მის წინააღმდეგაა განწყობილი, სადმაოდ ცუდ გარიგებას ითხოვს. თუ გავითვალისწინებთ, რას აკეთებს JD Vance. მოდით ვნახოთ, შეძლებს თუ არა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რაიმე უკეთესის გაკეთებას რეგიონში, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, მაგრამ არც ისინი არიან კმაყოფილები. რის გამო არ არიან ისინი კმაყოფილები? ყველაზე მეტად რის გამო არიან შეშფოთებულები ამ პირველი მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ? თქვენმა წინა რეპორტაჟმა ეს უკვე გააშუქა. პირველ რიგში ისინი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათზე თავდასხმა განხორციელდა. განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე და სხვებზე. და ჩვენ არ შევთავაზეთ ისეთი მხარდაჭერა და დაცვა, ანუ უკეთესი იყო ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა რეალურად გააუმჯობესეს მდგომარეობა. ეს ბევრად უფრო კატასტროფული იქნებოდა საჰაერო თავდაცვისა და მსგავსი საშუალებების გარეშე. ისინიც უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ამ დისკუსიების შესახებ ფაქტობრივად მხოლოდ პაკისტანს და ფატარს აქვთ ინფორმაცია. მაშინ როცა ყატარი GCC-ის ქვეყნებიდან მხოლოდ ერთია. ზოგიერთი სხვა დიდი არაბული სპარსეთის ყურის ქვეყნის შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ფაქტობრივად მოლაპარაკების მაგიდასთან არ ცვედან. რაც ძალიან გავს იმას, რაც მოხდა P5+1-ის მოლაპარაკებების ფორმატში, რომელიც 2015 წლის შეთანხმებამდე გამოიყენებოდა. და სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი დიდწილად უკმაყოფილონი, რომ ამ პროცესში არ იყვნენ ჩართული. აქ დიდად დისკუსია არ მიმდინარეობს. ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ კარგი ნიშანია, რომ დივანი რუბიო მათთან საუბარს აპირებს. ვიმედოვნებ, რომ ის კითხავს მათ, რა სურთ, რომ საბოლოო შეთანხმებაში იყოს. რადგან მათ იქ იმ სამეზობლოში უწევთ ცხოვრება. და სწორედ ისინი არიან, ვინც ეკონომიკურად ყველაზე მეტად იტანჯებიან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო. რაზეც ირანს მანამდე ბერკეტი არ ქონდა, სანამ ჩვენ 28 თებერვალს ისრაელთან ამ ომს დავიწყებდით. დიახ, ბევრი იმ მხარეებიდან, რომლებიც ამ მოლაპარაკებებზე ყველაზე მეტად ზიანდებიან, საერთოდ არ მონაწილეობენ ამ მოლაპარაკებებში. ბრაიან კატულის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივაა, რომლის წამოწევაც უნდა გავაქცელოთ. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან iOS 4 News English-ზე. ვაფასებ ამას. მადლობთ, მადლობა.